ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო, მას 83 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 5 კი წინააღმდეგ წავიდა. რეზოლუცია ეყრდნობა საქართველოს შესახებ მომხსენებლების ედიტ ესტრელასა და საბინე ჩუდიჩის მიერ ჩატარებული მონიტორინგის ანგარიშს და ასახავს ასამბლეის მზარდ შეშფოთებას ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების მდგომარეობის გამო. დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსლა განუწყვეტლივ გრძელდება, ისევე როგორც გრძელდება სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური ოპოზიციისა და განსხვავებული აზრის წინააღმდეგ მიმართული წეწოლა. რეზოლუციაში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოში პრაქტიკულად ყველა დემოკრატიული ოპოზიციური პარტიის აკრძალვისა და მათი ლიდერების პოლიტიკურად მოტივირებული და შეთხზული ბრალდებების საფუძველზე სისხლის სამართლებრივი დევნის ინიციატივა მიუღებელია. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ დემოკრატიული ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის დაუნდობელი ჩახშობის, ასევე ქვეყანაში არსებული უკიდურესი სოციალური და პოლიტიკური პოლარიზაციის შედეგად საქართველოში ამჟამად არ არსებობს ჭეშმარიტად დემოკრატიული არჩევნების ჩატარების პირობები. ასამბლეა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ თუ ეს გზა გაგრძელდება, ეს ქმედება ფაქტობრივად საქართველოში ერთპარტიულ დიქტატურას დაამყარებს, რაც არღვევს დემოკრატიის არსებით პრინციპებს და შეუთავსებელია ევროპის საბჭოს წევრობასთან. ასამბლეა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ თუ ეს გზა გაგრძელდება, ეს ქმედება ფაქტობრივად საქართველოში ერთპარტიულ დიქტატურას დაამყარებს, რაც არღვევს დემოკრატიის არსებით პრინციპებს და შეუთავსებელია ევროპის საბჭოს წევრობასთან. იგი მოითხოვს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ გააუქმოს საკონსტიტუციო სასამართლოში მათი სარჩელი დემოკრატიული ოპოზიციური პარტიების აკრძალვისა და ასევე ლიდერების უსამართლო და პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლებრივი დევნის დასრულების შესახებ. ასამბლეა კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას დაიწყოს ღია და ინკლუზიური პოლიტიკური პროცესი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ყველა პოლიტიკური ძალა და სამოქალაქო დაინტერესებული მხარე. აღდგეს ჭეშმარიტად თავისუფალი და დემოკრატიული პოლიტიკური გარემო ქართული საზოგადოების მკაფიო მოლოდინებისა და ამბიციების შესაბამისად. ასამბლეა გმობს სამოქალაქო საზოგადოების ფუნქციონირების სივრცის სულ უფრო და უფრო შემცირებას, რაც საფრთხეს უქმნის მის არსებობას. ეს ტენდენცია უნდა შეიცვალოს. ასამბლეა ასევე გმობს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და მათ ხელმძღვანელობაზე, ასევე დამოუკიდებელ მედიაზე თავდასხმებს, მათ შორის საკამათო კანონმდებლობის ბოროტად გამოყენების გზით. პირველ რიგში უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი და უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონი. გრანტების შესახებ კანონში ბოლოდროინდელ ცვლილებებთან ერთად უნდა გაუქმდეს ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად. სანამ დოკუმენტს მიიღებდნენ, მანამდე გაიმართა დებატების სახელწოდებით დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირება საქართველოში. სიტყვით გამოსვლისას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებელმა ედიტ ესტრელამ საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება მნიშვნელოვნად და გადაუდებლად შეაფასა. პორტუგალიელმა მომხსენებელმა განაცხადა, რომ საქართველოში დემოკრატიის ჩამოშლა სერიოზულ ეჭვებს აჩენს მთავრობის მზაობაზე დაიცვას ევროპის საბჭოს წევრობის ვალდებულებები. ასევე პასეს თანამომხსენებელმა ქვეყანაში ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ გააქტიურებულ რეპრესიებზე ისაუბრა და თქვა, რომ დემოკრატიული უკუსლა და ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის მიმართ რეპრესიები ევროპის საბჭოს წევრობის ვალდებულებებს ეწინააღმდეგება. საბინე ჩუდიჩმა კი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ევროპის საბჭოსთან კონსტრუქციულ დიალოგში ჩართვა ვერ შეძლო. საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა ასევე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატმა ერიკ კროსმა. მისი თქმით, ელენე ხოშტერი და საქართველოს ყველა სხვა პოლიტიკური პატიმარი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ. ბოლო რეზოლუციის მიღების შემდეგ დემოკრატიული უკუსლა გაგრძელდა და ინოვაციები განიცადა, ისევე როგორც სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური ოპოზიციისა და განსხვავებული ხმების მიმართ რეპრესიები. ასამბლეის არც ერთი სასწრაფო რეკომენდაცია არ იქნა განხორციელებული. საქართველოში დემოკრატიის მიმდინარე ჩამოშლა და ასამბლეის რეკომენდაციებზე რაიმე პასუხის არარსებობა სერიოზულ ეჭვებს აჩენს საქართველოს მთავრობის მზაობაზე დაიცვას ევროპის საბჭოში საქართველოს წევრობის ვალდებულებები. სამწუხაროდ და დიდი შეშფოთებით მართველი უმრავლესობის ინიციატივა აკრძალონ საქართველოში ოპოზიციის თითქმის ყველა დემოკრატიული პარტია ჯერ კიდევ შესაძლოდ რჩება და ცოტა ხნის წინ გაფართოვდა. დემოკრატიული ოპოზიციის თითქმის ყველა ლიდერი სისხლის სამართლით დევნა პოლიტიკურად მოტივირებული და მოგონილი ბრალდებებით გრძელდება. ბოლო კვირების განმავლობაში დევნა უფრო ინტენსიური გახდა და გენერალურმა პროკურორმა ამ ეგრეთ წოდებული საბოტაჟის кейსებზე რამდენიმე მოსმენა ჩაატარა. თუ ეს ორი მოვლენა გაგრძელდება, ისინი ერთპარტიულ სისტემას ჩამოაყალიბებენ საქართველოში, რაც მიუღებელი და შეუთავსებელია ევროპის საბჭოს წევრობასთან. საქართველოს ხელისუფლებამ, კერძოდ ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ მიუღებელია ქართველ ხალხს თითისქნევით ლექციები წაუკითხონ. ეს მკვეთრად ეწინააღმდეგება იმას, რაც ჩვენ, როგორც მომხსენებლებს, გასულ წელს საქართველოში ვიზიტისას ქართული ოცნების ხელისუფლებამ გვითხრა, კერძოდ ის, რომ აუცილებლად აღასრულებდნენ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს. ჩვენ კვლავ მზად ვართ საქართველოს ხელისუფლებასთან და ყველა სხვა პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ძალასთან ღია და შედეგზე ორიენტირებული დიალოგისთვის. თუმცა ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მსგავსი დიალოგი ეფუძნება იმ საერთო გაგებას, რომ ევროპის საბჭოს წევრობა არის პრივილეგია, რომელსაც თან უფლებები და ვალდებულებები ახლავს. And it's this, Helene Kostaria and all other political prisoners
ელენე ხოშტარია და საქართველოს სხვა პოლიტიკური პატიმრები დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ. მათი გათავისუფლება უნდა იყოს წინაპირობა ნებისმიერი დიალოგისთვის, ნებისმიერი თანამშრომლობისთვის და საქართველოსთვის ნებისმიერი ევროპული ჩართულობისთვის. მაგრამ დღეს ჩვენ საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირებას განვიხილავთ და გულწრფელად რომ ვთქვათ, სათაური უნდა იყოს დემოკრატიული ინსტიტუტების არაფუნქციონირება, რადგან რეალურად სწორედ ასეთ მდგომარეობასთან გვაქვს საქმე, რას ვითხოვდით და ვიმეორებდით. გაუქმდეს უცხოური გავლენის შესახებ კანონი, გაიწვიონ აგენტების კანონი, გაუქმდეს ეგრეთ წოდებული ოჯახური ღირებულებების კანონი, რეფორმირდეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, შეწყდეს პოლიციის მიერ ძალადობა და წამება, გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები, დასრულდეს საპროტესტო აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ შურისძიების მოტივით დაწყებული საქმეები, აღდგეს პირობები ახალი ნამდვილი დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნებისთვის, არა იკრძალოს ოპოზიციური პარტიები. არც ერთი ეს მოთხოვნა არ შესრულებულა. მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა. ამიტომ ჩემი დღევანდელი გზავნილი მხოლოდ საქართველოს არ ეხება, ის ევროსაბჭოსაც ეხება. საქართველო უარს ამბობს ასამბლეაში თავისი დელეგაცია გამოგზავნოს. ისიც ცდილობს ამ ასამბლეის შანტაჟს და ჩვენ ამის საშუალებას ვაძლევთ. დოკუმენტის თანახმად ასამბლეა წუხილს გამოთქვამს, რომ მიუხედავად მრავალი საპირისპირო მოწოდების არ ჩატარებულა სათანადო გამოძიება, დემონსტრაციების დროს პოლიციის სისასტიკესა და ადამიანის უფლებების სხვადასხვა დარღვევების შესახებ, ასევე დემონსტრანტების წამებისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ მათი დაკავების დროს. ასამბლეა მოუწოდებს ქართულ ოცნებას სრულად განახორციელოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მოთხოვნილი ზოგადი ზომები.